სურათზე თქვენ ახლა ხედავთ რემბრანდტის ცოლს სასკიას, რომელიც მხატვარმა ქორწინების წელს რომაული ღვთაების სახით დახატა. ამ ღვთაებას ბერძნულ მითოლოგიაში ხლორისი ერქვა, ხოლო რომაულში ფლორა. როგორც მისი სახელი მიუთითებს, იგი ყვავილების, ბაღებისა და გაზაფხულის ღვთაება იყო. დღესასწაულები, რომლებსაც რომაელები ფლორალიებს ეძახდნენ, აპრილში, მაისის დამდეგს იმართებოდა და მეჯლისები ღვინის ძმითა და ყვავილებით სიცოცხლის ციკლის განახლების სიმბოლოს წარმოადგენდა. სურათზე ფლორა ინტერპრეტირებულია მხატვრისათვის უძვირფასესი ხორციელი ქალის, სასკიას სახით. სასკია ყვავილოვან ფონზე მღვიმეშია გამოსახული. ქალს თმას ყვავილები უფარავს და ხელშიც ყვავილებით შემკობილი ჯოხი უჭირავს. მის სამოს აღმოსავლური ფუფუნების კვალი ეტყობა, რაც რემბრანდტმა სხვა პორტრეტებშიც გამოიყენა. სასკიას მოსავს ექსტრავაგანტური და ეგზოტიკური სამოსი, ვერცხლის ნაქარგით გაფორმებული აბრეშუმი და სატინა. მისი მზერა ჩვენკენ კი არაა მოპყრობილი, არამედ სევდას მოუცავს და ერთგვარ აღმოსავლურ მისტერიაში იკარგება. ყვავილების გვირგვინი, რომელიც სასკიას თავს ამკობს, მკვეთრად არის წარმოჩენილი და მხატვრის დიდი ძალისხმევის შედეგია. აქ ფერი ქმნის ფორმას და შეიძლება ითქვას, რომ წინ უსწრებს იმპრესიონიზმის ტექნიკას. მეტი ასეთი კონტენტისთვის არ დაგავიწყდეს ჩემი გვერდის გამოწერა.